თანზადის დასრულებით მინდისათა. ჩვენ დღეს ვაგრძელებთ საუბრებს წელს 60-ზე, როგორც ყოველსა, გილოცავთ ქრისტეშობის წმინდა სასწაულს. ახალ წელს უკვე დაიწყო და იმედი გაქვს, რომ ამჯერად უფრო მშვიდობენ წარმატებით და გასული წელი და რადგან იგეზი, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის და ღირსების ქვეყნის და ერისხის დაცვის და ფიქრობ, რომ ეს სწორი არის. რაც ემსახურებს თვითიდენტობის შენარჩუნებას, ისტორიულ-კულტურულ ღირსებას ქვეყნის და ერისა და იმ საერთო თუ კოლექტიურ დასავლეთ შემოგვექვეყნებს ჩვენ თანასწორი ერი მიუხედავად მოსახლეობის რაოდენობისა და ტერიტორიის სიდიდისა, ჩვენ აი თანასწორი უფლებებით უნდა ვიყოთ და ჩვენ შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდნენ. შეიძლება რომ რეკომენდაციები გაგვეციან, მაგრამ შემოგთავაზა ნაყოფსხაში უნდა ესე ურთიერთობა უნდა ემსახურებოდეს სტაბილურობას ქვეყანაში. ხო, კიდევ ერთხელ გილოცავთ და ჩვენ შევუდგეთ ჩვენ საუბარს. ჩვენ განვიხილეთ მსოფლიო ორი კრება, პირველი და მეორე კრება, პირველი 325 წელს, და მეორე 391 წელს. ჩვენ დავხვდით საკითხები, რომ განხილული ამ კრებებზე და მთავარი იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი განხილვა სასწაულის საფუძვლების და ჭეშმარიტი საზრდოების დამტკიცების და მისი დაცვის და ძალებლური სხვადასხვა მიმდინარეობების თუ მოსაზრებების და განთავისუფლებას. ეს შემდეგ გაგრძელდა შემდეგ კრებაზე, მესამე კრება, მეოთხე კრებაზე ვიცით და მეშვიდე კრებაზეც და მაგრამ თავის დროზე განვიხილოთ და დავახსენო რამდენიმე ადგილობრივ კრება, რომელიც იყო ზოგი პირველ მსოფლიო კრებამდე და ზოგი პირველ მსოფლიო კრების შემდეგ მეორე კრებამდე. და სწორედ ამ კრების დადგენილებით ჩანს ისტორიული ცვლილებები, რაც ქვეყანაში ხდებოდა. ესეთი პირველი კრება არის ადგილობრივი კრება კრება და მეორე ნიუკის არის ერთი და 314 წლებში ჩატარდა. ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი და მეორე იყო ნიუკის სერიაში. ანკარა ეს დღევანდელი ანკარა, თურქეთის ტერიტორიაზე არის. ზოგიერთი სახელწოდება როცა ნიკეა, ეს იზნიკეა, შენარჩუნებულია დღემდე. ეს არის პერიოდი, როდესაც ჯერ კიდევ ადგილად გრძელდება უბრალოდ დევნა ქრისტიანების ეკლესიის და ეკლესია აი ამ დევნის დროს უხდარ მოვლენებთან დაკავშირებით გარკვეულ წესს თუ კანონს შემუშავებს. იმიტომ რომ ამ დევნის შიშის გამო კანონს გაეკლესიას ზოგი დათანხმდა, რომ პირველი სხვები შეეწირა და აი ეს საკითხებით უნდა ვიცოდეთ, რომ დღესაც ჩვენ ეკლესია მოსწავლე ეკლესია იყოფება წარმართულ სამყაროში. ეს თანამედროვე ცივილიზაცია, რომელსაც დემოკრატიულ ლიბერალურს უწოდებენ, ისაც ისახცელებს ათეისტურ
სარწმუნოების მიმართ ნიჰილისტურ ყურში დამოკიდებულებას. და შესაბამისად ხდება მიუხედავად პრეტენზიას, რომ დემოკრატიული ლიბერალური იყოს, გადაცდენები ეკლესიასთან მიმართებაში. ეს ხდება არა მარტო ჩვენთან, არამედ მათ ევროპაში, მაგალითად პარიზში ცნობილი ღვთისმშობლის ტაძარი დაწვეს და ეხლა მოხდა მისი აღდგენა. ბრაზილიაში შეურაცხყოფა მორწმუნეების და შელახვა ეკლესიის ისების და ასე შემდეგ. ანუ ეს ზოგადი პროცესი მსოფლიოში მიმდინარეობს და ურიგვარი ხარ ჩვენ გავიხსენოთ ის ზოგიერთი ყოველშემდებულება იმ კრებების გულის ვაკვირის და ნეოკესარის კრებებს. აივლების შესახებ პირველი კანონი არის, რომლებაც მსხვერპლის შესწიას კერპს. შემდეგ მოიცენ არა მოჩვენებით, არამედ ჭეშმარიტად და კი არ ცდილობენ დაარწმუნებინ თქოს ტანჯის შედეგად მოიმოქმედონ. ეს დაფარავენ, რომ თავისი ნებით შესწიეს მსხვერპლი. ჯეროვნად მიგვაჩნია, რომ მათ ჰქონდეთ სასჯდომლის პატივი, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ შეწირვის ერის დამოთვრისა და ყოველგვარი სამძულო მსახურების უფლება. თუ აღიარეს, რომ არა დევნის გამო, არა შიშის გამო, არამედ ზოგადი დინება თუ სოციალური საზოგადოებრივი აზროვნება და ექცია მის გავლენის ქვეშ და უნებრივად ეს. შემდეგ გადის დრო და ის ნანობს ამას. თუ აღიარებს, რომ ის არ იყო იძულებული, რომ უარყო ქრისტე არ საწამებდნენ, არ დევნიდნენ, ნუ ასეთ აყვა საზოგადოებრივ ასეთ მინდორინდელ აზრს. დღესაც ხდება ესეთი, რომ პოლიტიზებული ცნობიერება ვრცელდება ქვეყანაში და ეს პოლიტიკური აზროვნების ცნობიერება თქოს ჩანაცვლებს სახარებისა უსწავლამოძღვრებას და ნებითუნებლით ეს არაეკლესიურ ცნობიერებას იძენს ამ შემთხვევაში და სასურველი პირი და სამწუხაროდ ეს შემთხვევა დღესაც ხდება ჩვენ. მეტად პოლიტიკური შეფასებები უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სახარებისეული. პოლიტიკური მეტია ვიდრე ზნეობრივი და სულიერი ხედვა. და აი ასეც ნათქვა მე რომ შეწარებული იქნებიან, მაგრამ ის ქადაგებლებას და მასშტაბლებლებად ერის ისინი უკვე არ გამოდგებენ, რომ შეიძლება ისე მორწმუნეებიდან ვიღაცამ ბრალი დასწროს. შენ არ იყავი, რომ უარყოფთ, შენ არ იყავი, რომ საკეთებს და ეს შეურაცხყოფას არ იდებენ. ამიტომ ჯობია, რომ თავდაბლად იყონ ეკლესიის წიაღში, ასე. ასე შემდეგ არის კანონი. ნუ ეს ასე დიაგნოზს ეხება, რომელსაც აკერებს მსხვერპლის შესწირებას, რომელიც გაქცევის დროს ეს მესამე კანონი ამბობს, შეპყრობილნი ან შინაურების მიერ გაცემულნი იქნებიან, ან ქონება ჩამოერცმოთ, ტანჯოს აიტანენ, დასაყრდნში ჩასვიდებიან და ასე დროს ხადებენ, რომ ქრისტიანები არიან, ან თუ იძულებით აუხსებენ ხელებს გონდოკი და ან გაჭირების შედეგად მიაღებინებენ კერპისთვის შეწირულ საჭმელს. მაგრამ განუწყვეტლივ აღიარებენ, რომ ქრისტიანები არიან და იმ წუხებს, რომელიც მათ შეემთხათ, ყუდროებით და თავდაბლად აიტანენ. ასეთს როგორც უწოდებებს უგზავნოთ ზიარებას. ხოლო თუ ვინმესგან ზიარება ეკრძალები, სიფრთხილის ან უცოდინარობის გამო დაუყოვნეს შეტარებულ უნდა იქნენ ესენი. ანუ შერჩევითი არის ამ შემთხვევაში, რომ
ერთეულთა თავისი ნებით გავლენით ნათესავებს ახლობლების თუ მეგობრებს როგორც საზოგადოებრივ უარყო და მეორეთა მიუხედავად იმის დევნის იძულებისა და თავისიანების არის ფორმულირება რომ ესენი არიან შინაურების მიერ გაცემული იქნებიან შინაურები რომელსაც ნათესავებიდან ახლობლების მეგობრიდან ვიღაცამ დაასვენა რომ ეს ქრისტიანია და ამის გამო ქონებას ასმევენ საპყრობილში ჩააგდებენ და ის მაინც საჯაროდ აღიარებს ის ქრისტიანია აი ასეთებს ასევე ეგრესე იწვევს როცა შეწყება დევნა და სული სახურის უფლება აღუდგებათ და განსხვავებს იმადგან ვინც არა დევნის გამო არამედ ესეთი არა პრინციპული არა მტკიცე რწმენის გამო სირბილე გამოიშნეს და დათმეს შეიძლება ჩვენ გავიხსენოთ ძველი აღთიდან მეფე სოლომონი დიდებული მეფე სოლომონი რომელსაც ბევრი ცოლი ყავდა თქვათ და მათ შორის ბევრი იყო დარბართა სამეფოებიდან დარბართი სამეფო ოჯახებიდან და მათ საპატივცემლოდ იერუსალიმის გარშემო აშენებდა ბომონებს სამსხერპლოებს და თვითონ სადიოდა იქ და ირავდა და მისის ეს არაფერი არ იყო და იცოდა ის კერპი არაფერს არ წარმოადგენს ადამიანის ფანტაზია მაგრამ რადგან მოსახლეობა ხედავდა რომ მეფე იღირავს ნიშნავდა რომ ტაძარი წმინდა ღვთის კურთხევით აგებული და ეს ადამიანის მიერ შეთხზული რაღაც წარმოდგენა გაიგივებულია მეფის სახურის მაშინ ხალხი ცდებოდა და ამის გამო სოლომონი იყო კაცად გავსხილული ღვთისაგან რომ ის მძიმე საჯარს იმსახურებს რომ შეცდომაში იყოს თელიერი ასე ვიტყვით ეს მოდრებით რომელთაც არ არის იძულებულნი დალადობის გამო უარყო ქრისტე და თვითონ აყვებიან ზოგადად საზოგადოებრივ აზრს და თქვათ სირბილეს იჩენენ და ზღვარი ჭეშმარიტებას და ამ მოსაზრებებს შორის იშლება. აი ასეთებზე ამბობენ ისინი უკვე გადაგებლად ვერ გამოდგებენ და მათ შინაგანი სიმტკიცე რწმენის არ გააჩნიათ. და შეიძლება ძალებლობაში სხვა რელიგიურ მდინარეობაში გადავიდნენ ან ოსოში გადაგონეს. და გაათანაბრონ ღვთის მოძებული საზღვრება და ადამიანების კერძო მოსაზრება. შემდეგ ვიტყვით რომ ვინც იძულებს შესწირა კერპს მსხვერპლი ამათ გარდა ისინი რომლის ვახშმობდნენ საკერპოში თუმცა მიიყავდათ ხიარული სახით მიდიოდნენ თვითფარსის სამოსელი ეცვა და უზრუნველად ჭამეს გამზადებული ვახშამი მიგვაში რომ ისინი ერთი წელი მსმენელად უნდა იყვნენ და 3 წელი შერდომილნი და 2 წელი მხოლოდ ლოცვის ზიარნი და მის შემდეგ უნდა მიიღონ სული ზიარება. ამათ არ უარყვეთ ქრისტე, მაგრამ გარკვეულთან ზიარება ტრაპეზში, ვახშამზე, მსვლელობაში მიუღიათ და ასეთებსაც მეტ მოეთხოვებოდა პასუხი. თუმცა ნაკლები ვიდრე იმათ, ვინც თავისი ნებით აყვა დარმართულ მსახურებებს და კერპებს სტირებდა სხვებს. ამით გაათანაბრა ის წმინდა ზიარება საიდუმლო სერობის საიდუმლო რთულ მაღაშულა ღვთიბოძებული საცხოვნებლად ადამიანსულისა და ეს საქონლის ესე იგი სისხლით ამოხსარხდება კარგად იცის ყველა ქრისტიანმა და მიუხედავად ამას ასრულებს ის შეურაცხყოფს სიტმიდეს წმინდა ზიარების. შემდეგ კიდე რამდენიმე ესეთი გამოვიხსენოთ მე ვისაც
შეიშინდა მხოლოდ ტანჯვის მუქარის და შენარძენი ქონების წართმევისა და ექსურიობისა და გადასახლის და ამის გამო შესწირა მსხვერპლი გერს, მაგრამ აქამდე სინანულით არ მოქცეულა. ხოლო ახლა კრების დროს მოვიდა და მოისურვა მოქცევა. საჭიროდ მიგვაჩნია მათი მსმენელად შეტარება ადგომამდე. ადგომის შემდეგ 3 წელი შერდომით განკანონდა და ზიარება სიძმეთა გარეშე დარჩენ. ამგვარად უნდა მივიდნენ ისინი სულ ზიარებამდე, როდესაც სრულყოფენ 6 წელს. თუ ზოგიერთები ამ კრებაზე ადრე არიან შეწარებულნი სინანულით, ის დრო ჩაითვალოს მათთვის 6 წლის დასაწყისად. ასე შემდეგ. ანუ როგორც ხედავთ, ეს აკვირის კრება, კრების კანონები ეხება ზოგი იძულებით, ზოგი თავისნებით განდგომილთა შესახებ და მათი ეკლესიაში დაბრუნების საშუალება გზნდა თანმიმდევრობა ჯერ ეტაპობრივად თუ სინანულის გამოხატავს დამხმარეთ საფეხური გასავლელად, მე კიდე და ბოლოს უკვე დაიშვება წმინდა ზიარებამდე. ეს დრო არის მისი სინანულის გამოცდისა, მისი გულწრფელობის გამოცდისა და ამაში ვიტყვით, რომ თუ კი ეს კრება აკვირის 314 წელს შესრულდა, უკვე 6-7 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა სიტუაცია. ქვეყანაში უკვე მეფობს მეთოდაში მეფე კონსტანტინ დიდი, პირველი და ხდება ლეგიტიმაცია ქრისტიანობის და დევნა სულ დაიგრძნო მთელი იმპერიის ტერიტორიაზე. მეტიც აი ამ პერიოდში გაჩენილი კერძო აზრების გამოჩნდება ძალებლობი ახეთ მიმდინარეობები და ჩვენ განვიხილეთ ეს არიოზის ესება ხდება განხილვა კრებაზე უკვე ამ ძალებლური სწავლების და ჭეშმარიტ სარწმუნოების საფუძვლების გასაბირება და გამტკიცება და ეკლესიისთვის დამკვიდრება. რასაც ჩვენ დღეს მუდმივად მწამს 12 მუხტავს, თუმცა იქ ბოლო მუხლები მე უკვე მეორე და მეოთხე კრებაზე იქნა შემუშავებული, რაც ეხება სწავლების სულის შესახებ და სწავლების ეკლესიის შესახებ. მაგრამ არის სხვა ამავე დროს ამ ეპოქაში სხვა კანონებიც არის მიღებული. ისე ვიце დადგენილი უნდა იქნენ დიაკონის პატივში თუ დადგენის დროს დამოწმებენ და იტყვიან რომ მათთვის საჭიროა ქორწინება და ასე ყოფნა შეიძლება და შემდეგ მართლაც იქორწინებენ, მათ უფლება აქვს ახასონ დიაკონის მსახურება, ვინაიდან ეპისკოპოსი ნებართვით ჰქონდათ მხოლოდ ვინც დუმდა და ხელდასმა მიიღო და იმ პირობით დარჩება ასე ქორწინების გარეშე. ეს ქორწინების გარეშე ხელდასხმას არის დაშვებული, უფრო დასავლეთ ეკლესიას მიიღო და უსალში ნაკლებად არის მიღებული ცელიბატობის წესი, რომ უქორწინებელი მიიღებს დიაკონის სამღვლის ხარისხს, მაგრამ ბერმონასობას არ აპირებს, რჩება ერისკაცი, ხოლო იმ პირობით ის უკვე აღარ იქორწინებს და ზოგი თუ განაცხადებს ხელდასხმამდე რომ ის აპირებს დაუჯახებს, მაშინ ელოდებიან რომ დაუჯახდება და მერე მიცემ მას ხელდასხმის საიდუმლო კურთხევა და
ის მას შეუძლია გავზრდოს სახურება უკვე ქორწინებულს შეუძლია უდლობას დაშვებული მისთვის. რა განსხვავებაა რომ სულიერი თვალსაზრისით უდლობა მეტი მსახურება ვიდრე ოჯახის შეძენა ქორწინება. ჯოისერა ქორწინებაც საიდუმლოა საეკლესიო. კურთხეული ღვთის მიერ გახსოვთ გალიის კანაში ქორწილზე აკურთხა მაცხოვარმა ეს ქორწილი და აი ამ ქორწინების შემდეგ vidით რომ ის ვინც იყო სიძე იმ ქორწილზე ის გახდა მოციქული ქრისტესი და ასეთ ეს თანმიმდევრობაც დაცული ეკლესიაში რომ ჯერ შეიძლება ხორცილი ოჯახი ქორწინება და შემდგომ უდლობის ხარისხი მიიღო უდლობის საიდუმლო უფრო მეტია ვიდრე ქორწინების რატომ ქორწინება ესმართა საერო ურთიერთობებს ოჯახის შვილიერება და ზრუნა ოჯახისთვის არის და უდლობა გულისხმობს უკვე უფრო მეტად მოხდუნე საზოგადოების ერისის მსახურება და საიდუმლო შესრულება წირვალოთის შესრულება და ძღვენის კურთხევა მორწმუნეთა საზიარებლად აი ამ საიდუმლოს ვერ შეასრულებს ხელდასმის გარეშე ხელდასმა ეს არის ქრისტეს მიერ გადამოცემული ურთხევა მოციქულების და მოციქულის მიერ ეს გადაეცემა მემკვიდრეობითად მომდევნო თაობებს. ეს დიდი სხვაობა არის. ეთო დანიშნული ქალი შედესვის მიერ მუტაცებული უნდა დაუბრუნდეს იმას, რომელზეც ადრე იყო დანიშნული მომტაცებელისგან დალადობით შემთხვევაშიც კი ვინც მოიტაცა შეიძლება ძალით აერთება როგორც ის ძალით იტაცებს ასე ძალით აერთება მას და უბრუნდება თავისად თუ ორმხრივი სურვილი იქნება რომ ის შედგეს მათი ქორწინება როგორც ჩანს ეს შემთხვევები იყო მომტაცების ეხლაც არის შემთხვევაში უფრო რომანტიკულ იერს იდენდა რომ აი უსეთ შეთანხმებით თვითონ მომტაცებული და შესრულებული შეიძლება მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ და რომ დაეთანხმებინათ მშობლები მაშინ მიიმართეს ამ გზას თუმცა არც ეს არის სწორი თუ მშობლის აკურთხეული არ არის უკვე წინააღმდეგობის სული დგება საფუძველში ამ ოჯახის შექმნისა ამიტომ მშობლების თანხმობით უნდა იყოს ოჯახის შექმნა და ორივე მხარეს ნათესაობა მიიღებს მონაწილეობას მათ კეთილდღეობაში და თუ აი კონფლიქტი მოხდება მათ შერიგებაში ასეა არის გამონაკლისი როდესაც თვითონ ეს ოჯახები არ თანხმდებიან და წინააღმდეგებიან ამას მაგრამ ჩვენ ახლა ვუხედავთ ამ კრებაზე ეს საკითხი არ იყო განხილული შემდეგ ესეთი კანონია თუ ეკლესიაში დაში მყოფი მგლები და დიაკვნები თავს იკავებენ ხორცის ჭამისგან საჭიროდ მიგაჩნია რომ მათ იხილონ ხორცის გემო და ასეთნაირად თუ სურთ შეიკავონ თავი ხო თუ არ შეისმენენ და ხორცთან დართულ ხალხს არ შეჭამენ და არ დაემორჩილება ამ კანონს თავი უნდა დაანებონ უდლობასო ეს უცარი რამ არის ხო რომ რაღაცა სიტმიდის მიღწევის თუ შენარჩუნების მიზნით უარსამოთ ხორცის ჭამაზე ეს არ ეხება ბერმონაზებს რომლებიც დასაწყისში ნებელობით ამბობენ უარს ნაკლები თქვა მოტოლობა ქონდეს და მიდეკილება
ხორცელი საქმესაკენ, რომელიც თავისთავად შეიძლება იწოდეს ადამიანში მეტ ემოციებს, მეტ ნებათა ღელვას და ზედმეტად ძალისხმევის გამოჩენას. ამიტომ დაშვებული, მაგრამ თუ ვინმეს უნდა მოსალში გემო მაინც უნდა გასინჯოს. თათი არ დანაყრდეს, მაგრამ გემო მაინც უნდა გასინჯოს. თვითონ ხორცის წინადე გარემო, ეს ხორციც ხომ ღვთისაგან არის ესე საქონელი და მოცემული პირდაპირ კურთხევა, რომ ყველაფერი მოეცა ადამიანს საჭმელად. და ადამიანი არ უნდა ორყოს. თუ გარდა იმ შემთხვევაში, როცა ის უკვე აპირებს მონაზონ ცხოვრებას. ეს პირადი აღთქმა არის და ცდილობა რომ მიახლოვდეს იმ ნორმას ცხოვრების, რომელთაც ადამი და ევა ცოდვიდაცემამდე ცხოვრობდნენ სამოთხოში და ეს ოцаი დეტალი არის, რომ არა მარტო ხორცელი, არამედ თუ თანდართული მწვანილი არის, რათა შეხებული ხორცი იცით არ ჭამონ, ანუ გადამეტებული ესე ზრუნვა სიტყვისათვის და ახსოვს ეს მამა გაბრიელი ჩვენი სალოვსი დახსარებელი ხშირად იმეორებდა, რომ ეს ვისაც თავისთავად გვეწმიდა მიაჩნია და სიტყვის გამბერ რაღაცას უარყოფს ეკლესია, მაგრამ უგზალა, რომ ვიღაცა წმინდა ბერე წმინდა წარწყდაო, ასეთ ამბობდა. ხშირად და აი ეს უკვე მიღებული იყო მაშინ კანონი, რომ თვითონ მაცხოვარი უხდათ პასექზე საუცილებელი იყო შეიკრიბებოდნენ პასექზე კრავი იკლებოდა და დილამდე უნდა მისი ხორცი მიეღოთ ყველას, ვინც შეიკრიბებოდა. ესე იგი ესეც ერთ-ერთი იყო მნიშვნელოვანი მსახურების დღე და დღესასწაული იყო იუდეელთა შორის და მაცხოვარი ამოსგებულობდა. მithumetes მაშინ ჩვენს მართებს მიიღება, მაგრამ ზომიერად არა ისეთი ემოციურობით, გემოთმოყვარებით, ნაყროვანებით და სხვა ხორცილი ესეთი ნებების გამო. კიდევ ერთი კანონი მინდა ვახსენოთ. თუ მგლებმა ეპისკოპოს გარეშე გაყიდეს რაიმე ეკლესიის ქონებიდან, ის უნდა დაუბრუნდეს ისევ ეკლესიას. ხოლო ეპისკოპოსის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საჭირო თუ არა ღირებულების დაბრუნება ყიდველებისათვის. ვინაიდან ხშირად გაყიდულის შემოსავალი, რომელიც ყიდველმა აიღო, ჭარბობს მის ფასს. აი ბატონო შენიშნა არის, რომ ის რაც გაყიდა, ეს ერთი უკანონოა, მაგრამ ღირებულება მატერიალური ღირებულებისაგან გაყიდა ნაკლებია და თანხა უფრო მეტია გადახდილი. ეს ნიშნავს, რომ ის თანხა სხვანაირად არის განაცემ გაყოფილი მერე. ამიტომ განიხილება, რომ დაუბრუნდეს თუ არა, ვინც ასე კანონგარეშე საეკლესიო ქონება გასცა ეპისკოპოსთან და ეკლესიაში თავის გარეშე და მან დააბრუნოს, მაგრამ ვინც იყიდა, იმას თანხა უნდა დაუბრუნდეს, ან არ უნდა დაუბრუნდეს. მაშინ შემთხვევაში, თუ მან იცოდა ეკლესიისა და არ იკითხა, ეს შეთანხმებულია, ეპისკოპოსი ნებადართულია თუ არა. და ჩვენ საქართველოშიც ეს კანონი არის, რომ ეკლესიის საკუთრება მთელ საქართველოს ტერიტორიაზე მცველდებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც არის ქართული სამრევლოები. ეს ყველაფერი არის საპატიო ქონება
დასრულდება და დელს იქ მსახურს დიაკონს მით უმეტეს არა გუფლება რომ თვითონ ეს გაყიდოს და მიზანშეწონილი თუ არის ამის გაყიდვა რაღაც მოსაზრების გამო უნდა იყოს შეთანხმებული იერარქიასთან მდელთავთან, წმინდა სინოდთან და კურთხევით შეიძლება ამ შემთხვევაში რომ არა ანგარებით ხდება, არამედ საჭიროება ეკლესიისათვის თუ არის ამ შემთხვევაში შეიძლება ეს მოხდეს. ანუ ესეთი ზოგიერთი ეს კანონი დღესაც ძალაში არის და ვიტყოდი უმრავლესობა კანონების დღეს ძალაში არის. ეს ეკლესიის მიერ არის მიღებული. ჩვენ შეიძლება კიდევ განვიხილოთ რამდენიმე კანონი. თუ ეპისკოპოსი დადგენილსო არ შეიწყარებს ის სამრევლო, რომლის სახელზეც არის იგი დადგენილი, ის კი სხვა სამრევლოში გადასვლას და მოისურვოს იქ მჯდომ ეპისკოპოსს შეავიწრებს და შფოთს წამოიწევს მის წინააღმდეგ, იგი უზიარელი უნდა იყოს. ხო თუ ისურვებს სიჯდომას სამდელო ადგილას, სადაც ადე ოდლად იყო, თუ დააკვდება მას ეს პატივი. თუ ის იქ მჯდომ ეპისკოპოსს შეაწუხებს, მას უნდა წაერთვას მდლობის პატივი და განკიკებულ იქნას. იგი ეს მოჩას ადგილი ქონდა ასეთ შემთხვევებს, როდესაც მოსაზრებით მრევლმა არ მიიღო ეს გამოგზავნილი ეპისკოპოსი. მან არ უნდა დატოვოს ის ვალდებული არის, რომ თვითონ არ არის მოსული მას, არამედ კურთხევით. უმაღლეს კურთხევით, სინოდის კურთხევით არის და შემთხვევაში მრევლის იგი არ არის თავშდილი. მიკერძოება გული დამოკიდებულება აქვს, მაგრამ თუ თვითონ ეს დანიშნული ეპისკოპოსი დატოვებს და მეზობელ ეპარქიაში გადავა, რომელსაც ყავს თავის ეპისკოპოსი, უკვე ის არ ყვეს წესს. რომ მიჩება იურისდიქციოდ სხვა სივრცეში, რომელზეც ის არ არის დადგენილი. და იწევს შფოთს და წინააღმდეგობას იმ ეპისკოპოსთან, რომელიც იქ კანონით მსახურობს. ასეთი დარღვევები ცხადია ეკლესიაში ადამიანთა მიკერძოების გამო ხდებოდა და შეიძლება დღესაც ხდებოდეს. იყო შემთხვევა მახსოვს ავსტრიის სახელმწიფოს ტერიტორიაზე იყო რამდენიმე ქართული სამრევლო და იქ გაიგზავნა მღვდელმთავარი, რადგანაც რამდენიმე საშუალო პირმა უარი თქვა მის მიღებაზე. და მრევლში ძალზე გაიყო, ზოგი თანახმა იყო, რომ ის ყოფილიყო, ზოგი არ იყო თანახმა და ეპისკოპოსი დაემორჩილა სინოდის განჩინებას და მშვიდობის დამყარების ერთობის აღდგენისათვის შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული და ეპისკოპოსი და სხვაგან დაინიშნა. ანუ თვითნებურად ეპისკოპოსის კი არ უნდა იქცეოდეს. და ვინც დანიშნა, პასუხისმგებელი იმის წინაშე, ვინც დანიშნა, იგი ამა თუ იმ სამრევლოში ან ეპარქიაში. აი დღეს ამით დავარსოთ ჩვენ საუბარს, რომ აქ რამდენიმე კრება არის და ამ კრების განსახილველი. ეს არის უხით ეს ანკვირის ნიუკის არის კრება, ღანგრის, ანტიოქიის და ლაოდეკის კრებები. ეს არის პირველ და მეორე მსოფლიო კრებებს შორის ხდებოდა საჭიროების და მიხედვით. და მნიშვნელოვანი და საინტერესო რომ ვხედავთ გარკვეულად აისახა არა მარტო ეკლესიის ისტორიის და ეკლესიის ჩამოყალიბების დარჩის პროცესი, არამედ გათვალისწინებულია ამ კანონებში გარემო, რომელშიც იმყოფება ეკლესია. როცა დევნა არის ეკლესიისა, დამატებით კიდე კანონებია და დევნით დაზიანებულ საშუალო პირებთან მიმართებაში და არის უკვე როდესაც აღიარებულია სახელმწიფოში, ნებადართულია და დევნა შეწყვეტილია, მაგრამ ადამიანთა თვითნებურობა მაინც იწევს გარკვეულ წინააღმდეგობის შფოთს და შემდგომში განვიხილოთ იმ სხვა კრებებსაც. ამით დავასრულოთ და დაგვიწოთ.